ეს იყო უმძიმესი ავანტურა, ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. და ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ იმას, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება. ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების კარნახით და არა გარეძალების კარნახით. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იმისათვის, რომ არ გამეორდეს ასეთი დანაშაულები და იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს მშვიდობა, იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები. იყო ესკალაცია, მაგრამ ეს ესკალაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში, მას შემდეგ, უშინ დაამახიჟეთ თქვენ ციტატა, მას შემდეგ რაც გაუფრთხილებლად მაშინდელმა რეჟიმმა მიიტანა შტურმი ცხინვალზე. მე შეგახსენებთ, რომ როდესაც გათენდა 2008 წლის 8 აგვისტო დილიდან მაშინდელი რეჟიმი გვიცხადებდა სიამაყით, რომ ისინი იღებდნენ სოფელ-სოფელზე, დასახლებაზე, მიიწევდნენ წინ ცხინვალისკენ, შესული იყვნენ ცხინვალში, მიიწევდნენ როკის გვირაბისკენ. თეორიულად ჩვენ რომ მივიტანოთ შტურმი ცხინვალზე ან სოხუმზე, ხვალ დაიწყება ომი. ხვალ რომ მივიტანოთ ჩვენ შტურმი ცხინვალზე ან სოხუმზე, დაიწყება ომი.